დღეს ვსდით სამ ლულას გახურებაზე. ეს არის DDS MK12, უჟანგავი ლულა 18 ინჩიანი, ნაჭედი ლულა 1.7 არის ტვისტი 5.56 სავაზნე. მეორე გვექნება DD-V7 Pro, ქრომირებული ლულა სქელი პროფილი 1.7 5.56 სავაზნე და მესამე იქნება DPMS-ის უჟანგავი ლულა, ძალიან სქელი ლულა 1.8 5.56 სავაზნე. მიმდინარეობა არის 10-77 გრეინიანი 50 მეტრზე, 60 სტანდარტული გასახურებლად და მეორე 10-იანი სერია, ასე ვთქვათ, ასევე ჯგუფზე. ყველა იარაღს ვისვრით 6 ზუმზე, იმიტომ რომ V7 Pro-ზე რაც გვიყენია, მაქსიმუმი ზუმი არის 1 და 6 და ასე თუ ისე თანაბრად რო გამოვიდეს. და ყველა იარაღი იქნება ცივილულიდან პირველი ჯგუფი. ეს არის MK12-ის 10-ვაზნიანი ჯგუფი, 77-იანი GG-ები 50 მეტრზე გახურებამდე. პირველი გავისროლე 4 კლიკით მოუწია, მაღლა აწევა, შევხედე რომ ოპტიკა იყო გასასწორებელი. C-შორი ასე ვთქვათ 2 სანტიმეტრი არის ამის. მერე ვისროლეთ 60 ვაზნა, მეორე ჯგუფი გადაადგილდა. ჯგუფის ცენტრი რო აიღო, გადაადგილებულია 5 სანტიმეტრით დამიზნების წერტილიდან და თვითონ ჯგუფი გაზრდილი არის 4 სანტიმეტრზე. ეს არის უჟანგავი ნაჭედი ლულა. ანუ ჯგუფი დიდად არ გაშლილა, მაგრამ პირდაპირ გადაადგილდა მოხდრის წერტილი გახურებაზე. მირაჟი აქვს საკმაოდ. DPMS-ის ბძიმელვა 1.8 3 სანტიმეტრი გამოვიდა ჯგუფი, უпростоრად 2 სანტიმეტრი ნახევარი ცენტრებით, თუმცა ცოტა ისე ვისროლე, ისე კარგად ვერ ვისროლე როგორც MK
და გახურების შემდეგ ჯგუფის შუა ნაწილმა ჩამოიწია დაახლოებით 6 სანტიმეტრზე. ჯგუფის სიდიდე არის 3 სანტიმეტრი ნახევარი. დედეს ვიწყებთ ოდნავ თბილი ლულით, იმიტომ რომ გადასწორება გვიწევდა, ორი ტყვია ვისროლეთ და ეხლა მივაყოლებ დანარჩენს. მირაჟია ძალიან ძლიერი აქაც. ესე იგი ყველას ვშურს, ვისაც ვეშვიდი პროაქი იმ ხალხის. მოკლედ ეს არის პირველი 10 ტყვია 50 მეტრზე, არის 2 სანტიმეტრზე ნაკლები, ცენტრებიდან რო აიღო. 60 ტყვია გახურების, ოდნავ გადანაცვლდა მოხვედრის წერტილი. მარცხენა მხარეს არის ესეც და ესეც, ანუ ჰორიზონტში არ გადანაცვლებულა, მარტო ვერტიკალში გადანაცვდა და ჩამოვიდა 4 სანტიმეტრით ქვემოთ. ჯგუფის სიდიდეს რაც შეეხება მირაჟი ხელს მაგრად მიშლიდა და მაინც არის 3 სანტიმეტრზე ქვემოთ რა. კაია.